ამიტომ მოდი დავიწყოთ, იმით რომ აუცილებლად ბუდიჩიტა დავიფიქროთ და განვიზრახოთ, რომ დღევანდელ ამ სესიას ვესწრები იმისათვის, რომ სარგებელი მოვდანო ყველა არსებას. და იმისათვის, რომ ეს მოხდეს უფრო ჩქარა და ძლიერად, ინსპირაციისთვის ვეხსნები გასხიოსნებულ გონებას, გასხიოსნებულ სწავლებებს და გასხიოსნებულ არსებებს. სამჯერ ფასეულებს. Okay, so დღევანდელი შეხვედრა არის კარმის შესახებ. და მე გარკვეულ სწავლებას შემოგთავაზებთ ამ საკითხზე. შევეცდები ავწერო რა არის კარმა და შეიძლება როგორ გამოვიყენოთ ეს თეორია ჩვენს ცხოვრებაში, შეიძლება როგორ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება ამ ცოდნის შესაბამისად. პირველ რიგში სიტყვა კარმა ნიშნავს მოქმედებას. მაგრამ როდესაც საუბრობთ კარმაზე, ვისმოთ მიზეზ-შედეგობრივობას. მიზეზ-შედეგობრივობა და განპირობებულობა. ეს არის ჩვენი შესწავლის საგანი. საუბრობთ კარმაზე. წარმოიდგინეთ ესეთი მაგალითი, რომ გქონიათ სუნამო პარფიუმერია, რომელიღაც პატარა ბოთლში. და შეიძლება ესე იგი დაცალეთ, მაგრამ ამ ცარიად ბოთლს რო დასუნავთ, ისევ აქვს ძალიან მძაფრი სუნი ამ სუნამოს პარფიუმერიის. და შეიძლება წყალის ჩაასხათ შიგნით, მაგრამ ისევ ამ წყალსაც აქვს ეს გემო და სუნი ამ პარფიუმერიის და შეიძლება თვეების განმავლობაში ჰქონდეს ინტენსიური სუნი და გემო ამ პარფიუმერიის. აი ამ ბოთლს მიუხედავად იმისა, რომ გამორიცხეთ შიგნით წყლით და ასე შემდეგ. თითქოს ამ პატარა ფლაკონმა შეიძინა გარკვეული ანაბეჭდი, გარკვეული ტენდენცია. საბოლოო ჯამში ის გასუფთავდება ამისგან, მაგრამ თავდაპირველად მას აქვს რაღაც ტენდენცია. აი ზუსტად ესე, როდესაც ფიქრობთ ჩვენ კარმაზე, შეხედეთ თქვენს თავს, თქვენს გონებას და თქვენს მენტალურ, ვერბალურ და ფიზიკურ წვევებს. არის რაღაცა, რამაც ჩვენი ჩვევები ჩამოაყალიბა, რაღაცა აზროვნების პატერნი, საუბრის მანერა, მედებები, რისი გაკეთება სიამოვნებს და არ სიამოვნებს. ეს არის განპირობებული ჩვენი კარმით.
და ეს ჩამოყალიბდა იმით, რომ ამ და წინა ცხოვრებებში ჩვენ გავტკეპნით რაღაც გზა, რაღაცა pathway, არის ესე ვთქვათ 8 ცნობიერება აღწერილი აბიდარმა სისტემაში. პირველი არის 5 გზნობა, 5 გზნობითი ცნობიერება. მეექვსე არის ფიქრების და ემოციების ცნობიერება. მეშვიდე არის მესცნობიერება და მერვე არის კარმული storehouse კარმული storehouse. ასე ვთქვათ, საცავი, კარმის საცავი, რაღაც საწყობი, თითქოს საწყობი. და ამ საწყობში ინახება მენტალური ანაბეჭდები, ნებისმიერ ქმედებისგან, რაც უნდა გააკეთოთ, არის რაღაცა ანაბეჭდი, რაღაცა შთაბეჭდილება, რომელიც იქნება და ეს აი ამ მერვე ცნობიერებაში, რომელსაც სანსკრიტზე ქვია alaya consciousness, alaya. ეს alaya არის storehouse, სათავსო საწყობი, კარმული საწყობი და აქ არის დაგროვებული კოლოსალური რაოდენობის შთაბეჭდილებები, რომელიც დაგროვდა მენტალური, ვერბალური თუ ფიზიკური მოქმედებების შედეგად და ამ ყველაფერმა ჩამოყალიბა გარკვეული ტენდენციები. და თუ გსურთ გაიგოთ რას აკეთებდით წინა ცხოვრებაში, მაშინ უნდა შეხედოთ ამ ცხოვრებას რეალურად. რას აკეთებთ და რა მიდრეკილებები გაქვთ და რა თვისებები და რა ჩვევები გაქვთ, ამის მიხედვით შეგიძლიათ იმსჯელოთ იმაზე თუ რა იყო დაგროვილი ამ alaya ცნობიერებაში. და როდესაც წინა გაკვეთილზე ჩვენ საუბარი გქონდა ტანჯვის შესახებ, ეს არის 4 კეთილშობილი ჭეშმარიტებიდან პირველი. ეს იყო პირველი სწავება, რომელიც ბუდამ იქადაგა. ესე იგი, პირველი მან თქვა, რომ არსებობს ტანჯვა, და ეს ტანჯვა არის ყოვლის მომწველი, ყველა არსება იდანჯება და ცხოვრება არის ტანჯვა. მეორე მან თქვა, რომ არსებობს ტანჯვის მიზეზები. და დღევანდელი, ასე ვთქვათ, გაკვეთილი ანუ რეალურად ამ მიზეზებს ეხება, სასაუბრობს ბუდა, რა ქმნის ამ ტანჯვას. კარმა არის ის, რაც ქმნის ამ ტანჯვას საბოლოო ჯამში. ამიტომ 4 ფიქრის ბოლო 2 სწავლება არის 4 კეთილშობილი ჭეშმარიტების პირველი 2 სწავლება. ხოლო მესამე კეთილშობილი ჭეშმარიტება არის ის, რომ არსებობს ტანჯვის დასასრული, პერმანენტული დასასრული, cessation, teaching one cessation. და მეოთხე კეთილშობილი ჭეშმარიტება არის ის, რომ არსებობს გზა ამისათვის. როგორც არსებობს გზა ტანჯვისათვის, არსებობს გზა გათავისუფლებისკენ და ეს დანარჩენი 2 უკვე, ასე ვთქვათ, ამ 4 ფიქრის იმაში არ შედის, ასე ვთქვათ, ამ 4 ფიქრის დანიშნულება არის, რომ შეგატრიალოს მაგ გზისკენ, რომ გაიგო, რომ ტანჯვას აქ მიზეზები შესაძლებელია, თუ ეს მიზეზები გამორიცხე, მაშინ აღარ დაიდანჯები, ხო? და ამიტომ არსებობს გათავისუფლება. და თუ გსურთ გათავისუფლება, მაშინ საჭიროა უკვე დაგავდეთ უფრო კიდევ სხვა მეთოდებით, რომელიც არის ვაჯრაიანა ბუდიზმში გავრცელებული, როგორც არის ნონდრო, როგორც არის შიდა ნონდრო, როგორც არის ტანდრული სწავლებები და როგორც არის გონების ბუნების სწავლებები, მაგალითად მაჰამუდრა და ძოგჩენი. But
უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ტრეკს, მოკეთ, ესე იგი არის რაღაცა რაც ქმნის ამ მენტალურ სტაბილურობებს, რომლიდანაც მოდის შემდეგ ვერბალურიც და ფიზიკურიც. და მოკეთ ეს პარფიუმერის ბოთლი არის, ვთქვათ, მაგის მაგალითი, რომ ანაბეჭდის ქონის. ან შეიძლება თქვენ ცხოვრებაში გადაგხდენით, რომ ძილის წინ რაღაცა მძიმეს უყურეთ და ჩაგყვათ შემდეგ. რაღაც და კოშმარი ტაქსის მრებიათ, ხო? რაც ცუდი ნიუსი გაიგეთ და მე მთელი ღამე ბორგავდით. ან პირიქით მოისმინეთ სწავლება ვთქვათ, ზოგშენი შესახებ და ღამე გესმრებათ რომელიღაც ლამა და ისიც აგრძელებს სიზმარში თქვენთვის რაღაცების ახსნას. აი ეს მენტალური შთაბეჭდილებები არის ის, რაზეც არის საუბარი და შეხედეთ თქვენ თავს თქვენ განპირობებულობას, რომ ამ რაღაცებით ხართ განპირობებულები, მოდით ხართ განპირობებულები და ესეთი სავარჯიშო შემდეგი კვირისთვის, რომ მე დღის განმავლობაში შეხედეთ თქვენს ჩვევებს. და იფიქრეთ, რომელი ჩვევა, ჩვევაში გულისხმობ მენტალურ ჩვევებსაც, მაგალითად ფიქრებს. რომელი მენტალური ჩვევა მომიტანს ბედნიერებას და რომელი მენტალური ჩვევა მომიტანს უბედურებას. როგორც ძველი კადამბას ოსტატები, რომლებიც თითოეულ ცუდ ფიქრზე ერთ შავ კენს დებდნენ და თითოეულ კარგ ფიქრზე თეთრ კენს დებდნენ, დაითვალეთ თქვენი მენტალური ტენდენციები. ასევე თქვენი სიტყვები, როდესაც თქვით პოზიტიური რაღაც და როდესაც თქვით ნეგატიური და ქმედებები და ამის მიხედვით ნახავთ რას უშვებით თქვენ თავს, ასე ვთქვათ. კარგს თუ ცუდს. რა ტენდენციას აძლევთ ძალას. კარგი ის არის, რომ კარმა არ არის ფატალიზმის შესახებ მოწყურება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენი ცხოვრება არის თავიდან ბოლომდე განსაზღვრული წინასწარი. კარმა ამბობს, ესე იგი, რომ შენი თავისუფლება არის ნაწილობრივ შეზღუდული. There is some freedom. There is some freedom. It depends on your karma, how much freedom you have. თუ ძალიან გაბრაზებული ხარ, შეიძლება არ გაქვს თავისუფლება, რომ თავი შეიკავო და არ მოსდო რაიმტებში ვიღაცას, ხო? არ გაქვს თავისუფლება, მაგრამ შეიძლება ისეთი კარმა გაქვს რაღაცები მედიტირე და ამ შემდეგ რომ გაქვს თავისუფლება, რომ არ მოსდო რანჩი ვიღაცას როცა გაბრაზდები, ხო? ეს დამოკიდებულია შენს კარმაზე. საერთოდ კარმა შეიძლება სხვანაირადაც ვთქვათ, ან კარმა ნიშნავს, რომ გიწევს მოქმედება. მაგალითად, გიწევს დაბადება, გიწევს ცოლის მოყვანა, ან გათხოვება, გიწევს შვილების ყოლა, გიწევს სამსახური, გიწევს ავადმყოფობა, გიწევს უფულობა, ან გიწევს ბევრი ფული. ანუ რაღაცები არის, რაც გიწევს, ანუ შენს თავისუფლებაში არ არის ეს. გიწევს მოქმედება, კარმა ნიშნავს მოქმედება. გახდა ცუდად შენი ოჯახის წევრი, გიწევს რომ მოუარო. ეს არის კარმა. შენ ვთქვათ ვერ გაიქცევი, გიწევს რაღაცები. და ეს რაც გიწევს, არის კარმა, ანუ რაღაცა არის, ვთქვათ, ფიქსირებული, ხო? მაგრამ აი ამ ფიქსირებულში არის რაღაც ლუფტი, როგორ ვთქვათ, თავისუფალი ფანჯარა, რომელიც გააჩნია რა თავისუფლების ხარისხზე იმყოფები შენ და შეიძლება შენი ქცევა, ვთქვათ, კარმისგან თავისუფალ ადამიანს არაფერი არ უწევს, მოკლედ ამის თქმა მინდა. იდეალურ შემთხვევაში კარმისგან თავისუფალი არსება თავისუფალია ყველა ჩვევებისგან. და ასე ვთქვათ, რაც უნდა იმას გააკეთებს, არაფრის გაკეთება არ უწევს. მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი ამის გაკეთება გვიწევს. თუმცა კარმული ქარი დაუბერავს, ჩვენ გვიწევს რომ შევიდეთ ინტიმურ ურთიერთობაში, არავინ არ გვეკითხება. ამოყოფთ თავს ისეთ სიტუაციებში, სადაც უარის თქმა შეგვიძლია. მაგრამ არსებობენ ისეთი არსებები, რომლებსაც ვთქვათ, რომლებიც თავისუფლები არიან,
რაც უნდა იმას იზამენ, უნდა შევლენ, უნდა არ შევლენ. მაგრამ ეს კარმას აქვს ეს ხო და რაღაც თავისუფლების რაღაც ასე ვთქვათ ზღვარი ხო მაგალითად რაღაც ჭიანჭველას არ აქვს იმდენი თავისუფლება რამდენიც აქვს ადამიანს. ის პირველ კაპიტალზე ვისაუბრეთ. ხო, ჩვენ უფრო მეტი თავისუფლება გვაქვს თავისუფლება რომ მოვისმინოთ ბუდას მოძღვრება მაგალითად. მაგრამ სხვა ადამიანებსაც არ აქვთ ესეთი თავისუფლება, მხოლოდ იმისა რომ აქვთ ინტერნეტი, კომპიუტერი ან მობილური, მათ არ აქვთ თავისუფლება რომ მოისმინონ ბუდას სწავლება მაგალითად. გააჩნია როგორი კარმა გაქვს. მაგრამ კარმის გათავისუფლება შეიძლება, კარმის გასუფთავება შეიძლება, მოდი მაგაზე ვისაუბროთ მეორე ნაწილში. და რაღაც პატარა ამის შესახებ. იქამდე მოდი თქვათ, ანუ რა ახალიბებს კარმას და ეს არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც მინდა რომ დაიმახსოვროთ, გავაანალიზოთ. პირველი ეს არის განზრახვა. ანუ შენ შეიძლება გაქვს ცუდი მოქმედების განზრახვა. მაგალითად, გინდა რომ მოგლა. ამ შემთხვევაში კარმა სხვა არის, რომ გინდა რომ მოგლა და მეორე შემთხვევაშიც არ გინდა მოგლა და ისე გაუაზრებლად შემოგაკვდება არის სხვა. ამიტომ განზრახვას აქვს ძალიან დიდი ძალა, მაგალითად თუ წერს თუნდაც კლავ განზრახ ეს არის ნეგატიური კარმა, რომლის საშუალებითაც შეიძლება ქვედა სამყაროში დაიბადო. თუ გაბრაზებული და ნაწყენი კლავ წერს შეიძლება მოხდეს ქვედა სამყაროში. მაგრამ თუ შემოგაკვდა ამ შემთხვევაში შენ მიიღებ ნეგატიურ კარმას უყურადღებობის და რა ყლედობის დაუდევრობის. ანუ ესე იგი პირველი არის განზრახვა. მეორე არის actually გაკეთება, მოქმედება. ადექი და მოგალი ვიღაც თქვათ. მესამე არის რომ გაგიხარდა რომ ეს გააკეთე. მაყოფილება იგრძენი. იფიქრე რომ დიახაც სწორად მოვიქეცი, ესე უნდა მოქცეულიყავი, აბარა. და მეოთხე არის როცა აპირებ ესეთი მოქმედების განმეორებას. ესეთი ასე ვთქვათ საქციელი ანუ ღირსია გამეორების. მაგალითად გააჩვენე რომ მოიტყუე გაგიხარდა რომ გაგივიდა ღვილი და გააჩვენე რომ კიდე მოიტყუე ხოლმე. ეს არის ეს 4 კომპონენტი როცა არის, ითვლება რომ კარმა მწიფდება მთელი ძალით. ანუ ყველაზე ძლიერად მოქმედებს. თუ 3 კომპონენტია მაგიდან უფრო ნაკლებად, თუ 2 კომპონენტია უფრო ნაკლებად, თუ 1 კომპონენტია კიდე უფრო ნაკლებად. ანუ გააჩნია ამ 4 კომპონენტიდან რამდენია შესრულებული კარმის დაბრუნების ეფექტები ძალა მაგაზე იქნება დამოკიდებული. მაგალითად თუ შენ მოიწყვე, მაგრამ შემდეგ სინანული გაგიჩნდა ამის შედეგად არ მოგეწონა რომ მოიწყვე. უკვე კარმა მცირდება, სხვანაირად დაბრუნდება. თუ ამას ისიც მოხვა რომ დადებირობა რომ აღარასდროს მოიწყვები, მაშინ კიდევ საგრძნობლად შემცირდება. ამიტომ არის ეს 4 ფაქტორი, ანუ განზრახვა, ქმედება, მაყოფილება გაკეთებულით და სული რომ კიდევ გაიმეორო. ეს ეხება დადებით კარმასაც ოღონდ, ხო? მაგალითად, გინდა რომ ვიღაცას დაეხმარო მატერიალურად. აჩუქებული, მართლა გააკეთე, ეს მეორე. მესამე, გაიხარე ეს მოქმედება, გაგიხარდა რომ გაეცი ამ
ის განცდა არ გაგიჩნდა ფული დამაკლდა და უღარიბელები და მეოთხე ის რომ ფიქრობ რომ კიდევ გავაკეთებ ხოლმე ამას. აი ამის საშუალებით ჩვენ ნერგავ ძალიან ძლიერ კარმას, ამიტომ ეს არის ინსტრუმენტი რეალურად. თუ გინდათ მაგალითად იშოვნოთ ფული, კარმის პრინციპის თანახმად არის და ასე ვთქვათ, სწორად, ხო? არის ის რომ უნდა იპოვოთ სხვა არსება, ვისაც ჭირდება ფული. უნდა დაეხმაროთ მას ფულის შოვნაში, უნდა გაიხაროთ, რომ ეს გააკეთეთ და უნდა გადაწყვიტოთ, რომ ამ მოქმედებას გაიმეორეთ სამომავლოდ. და თუ ამას დაამატებთ იმას, რომ ძილის წინ ჩაძინების დროს იფიქრებთ ამაზე, უფრო ასე ვთქვათ, ჩქარა დაიწყებს გაფურჩქნას კანონული მარცვალი და მალე მიიღებთ ამ მოქმედების შედეგს. ასევე ნებისმიერ სხვა რაღაცაზე, მაგალითად, თუ შევთ რომ შეხვიდეთ ურთიერთობაში პირობითად ვამბობ, მაშინ და ნახოთ ვიღაც ვისაც სტანჯოს მარტოობა, დაეხმაროთ მას, რომ იპოვნოს საყვარელი ადამიანიან არსებები მის გარშემო და გაიხაროთ, რომ ამას აკეთებთ და გადაწყვიტოთ, რომ ეს გაიმეოროთ და ამის შედეგად თუ დაიმძინებთ ამაზე ფიქრში, რომ ესე მოიქეცით მალე მოხდესით უნდა მოხდეს ის იპოვოთ ძვირფასი ადამიანები თქვენს გარშემო. ეს არის კარმა როგორც მუშაობს რაღაც მოქმედებების შედეგები დგება ამ ცხოვრებაში, რამდენიმე წელში, რამდენიმე თვეში, ცხოვრების ბოლოს, სიბერეში და რაღაცები მომენტალურად და რაღაცები შემდეგ ცხოვრებებში და ზუსტად არ ვიცით როდის. მაგრამ ნათქვამია რომ რაც დიდი ხანი არ მწიფდება, უფრო ძლიერად მომწიფდება მომავალში. თუ რაღაც ჩქარა არ ჩნდება, ნათქვამია რომ უფრო ძლიერად გამოვლინდება მომავალში. ამიტომ ეს არის 4 ფაქტორი, ეს შეგიძლიათ გამოიყენოთ ცუდი კარმის შესანელებლად და კარგი კარმის გასაძლიერებლად. შემდეგ არის 10 მოქმედება, ეგრეთ წოდებული 10 non-virtuous deeds, რომელიც არის ყველაზე ნეგატიური კარმის მატარებელი, ამიტომ მე ჩამოგითვლით, რომ დავშეიკავოთ ამ 10 ყველაზე მძიმე კარმული პატერნისგან, ისაც რომ თავიდან აირიდოთ მოსალოდნელი უბედურებები ამ და შემდეგ ცხოვრებებში. და აქ ეს 10 დაყოფილი არის 3 სხეულის კარმა არის, 4 საუბრის კარმა და 3 გონების კარმა მენტალური. პირველი არის მოკლა. პირველი არის სხეულით რაც სრულდება, ეს არის არსების მოკლა. ნებისმიერი არსება შედის აქ, კოღოც, ბუზიც, ცხოველიც და ასე ვთქვათ, ამის შედეგი არის ქვედა სამყაროებში დაბადება. მე არ ვეცდები რომ პოლიტკორექტული ვიყო, იმიტომ რომ მე შენია რომ ისეთი რაღაც გითხრათ, რომელიც ახლა არ გჯერათ, მაგრამ მაინც შეიკავოთ თავი და ამის გამო არ დაიბადოთ თქვენ ქვედა სამყაროში, ვიდრე ახლა რაღაც ისეთი თქვა რაც არ მოგეწონებათ და თქვენ გააგზავნოთ ამის გამო ქვედა სამყაროში მოხდეთ. მე შენია თქვა ისე როგორც ამბობდა ბუდა. და ბუდა ამბობს რომ კვლელობის, არსებების კვლელობის, ნებისმიერი არსების კვლელობის შედეგი არის დაბადება ქვედა სამყაროში. ამიტომ თუ ეს ესეა, ჩვენ ყავს ახოცილი ძალიან ბევრი არსებები გამოდის და ამ არსებებიდან ყველაზე ცუდი ზოგადად ითვლება, რომ ასე ვთქვათ, ყავდეს მოკლული მშობლები ან იოგი, ან ბუდა გამოგვიძებული. ეს არის პირდაპირ გზა ჯოჯოხიჩი. თუ არა
გააჩნია რა ემოციურ მდგომარეობიდან აკეთებდა ამას, ხო, მაგრამ საერთოდ მკვლელობა მაინც ითვლება ექსტრემალურად ნეგატიურ მოქმედებად, ამიტომ ასე ვთქვათ, ღირს რომ თავი შეიკავოთ ნებისმიერი მკვლელობისგან და გაასუფთავოთ ასევე ის კარმა, რომელიც უკვე დააგროვეთ სხვა არსებების დახოცვით. და აქ პირველი პრაქტიკა არის სინანული, პირობა რომ აღარასდროს მოკლავ და შეიძლება დამხმარე გამწმენდი მედიტაციები, როგორც არის ვაჯრასატვას პრაქტიკა და ასე შემდეგ. ხო, მოგეთ ეს პირველი არის ეს მკვლელობა, რომელიც ასე ვთქვათ არის საერთოდ ნეგატიური ემოციები არის ნეგატიური კარმის საწინდარი. მაგალითად, თუნდაც თუმცა კლავ კოღოს შენ ვთქვათ სიბრაზის ემოცია, შეწუხებულობა, irritation, გაღიზიანება არის ის, რაც ამას გაკეთებინებს, ხო? რეალურად სამი საწამლავი არის ის, რაც გადელინებს ნეგატიურ კარმებს, ხო? პირველი არის მკვლელობა და მოგეთ ეს ექსტრემალურად ის არის და ხო, და კიდევ რა უნდა მეთქვა, სანამ ამათზე გადავიდოდი. რომ არსებობს ესე იგი როგორ მწიფდება რაღაც, არის 4 ეტაპად მწიფდება კარმა. პირველი არის ეგრეთ წოდებული ripening effects, ანუ მომწიფდა კარმა, მაგალითად, ვთქვათ, თუ მოკალით დედა მომწიფდა ნიშნავს, რომ დაიბადეთ ჭვილოხეთში. გაწამებე, ხო, ისე ვთქვათ, ეს. მეორე არის რომ ღებულობ იმას საპირისპიროდ, რაც შენ გაუკეთე. ანუ თუ მოგალი, მაშინ მოკლავენ ან ავადმყოფობის გამო ადრეკვდები, ან მოკლედ სიცოცხლეს რაღაცამ გისტრაფებს მალე. ანუ პირველი არის რომ ასე ვთქვათ სად დაიბადები, მაგაზე ახდენს გავლენას, მეორე არის რომ გიბრუნდება ის რაც გააკეთე. მესამე არის გარემო. მაგალითად, შენ თუ ხშირად კლავდი, შენ გარემო, სადაც დაიბადები, იქნება ძალიან მტულად განწყობილი, ხშირად იქნება ომი, უჯური გარჩევები, იარაღები, ასე ვთქვათ, ძალადობა ფიზიკური, ხო, დაძაბული ფსიქოლოგიური ფონი და ასე ვთქვათ, თუ ესეთ ადგილას იბადები, ეს იმას ნიშნავს, რომ ასე ვთქვათ, შეიძლება გქონდა ესეთ სხვა არსებების ფიზიკური დაზიანების, ცემის, ძალადობის და მკვლელობის კარმა. და მეოთხე არის ის, რომ გიჩნდება ტენდენცია, რომ გაიმეორო. ანუ შენ თუ რამდენჯერმე მოგალი, ტენდენცია გიჩნდება, რომ კიდევ გააკეთო ეს ამ ცხოვრებაშიც და შემდეგ ცხოვრებაშიც, ამას ქვია proliferating effect. ხო, ანუ ასევე ვთქვათ, ხო, პოილიც მაგალითად ან რაღაც სხვა, ხო, შეჩვევა იცის, ასე ვთქვათ, ხო, და შესაბამისად თუ მოსკენი, ასე ვთქვათ, სურვილი ისევ გექნება, რომ გაიმეორო. თუ ერთხელ მოკალი ვიღაც, ვთქვათ, ხო, და ამიტომ ეს უფრო კიდე ნელ-ნელა დაამძიმებს შენს კარმას მომავალში, თუ მჯობია საერთოდ არ შეხვიდე მაგ ამბავში. ანუ ეს 4 ფაქტორია, რომელიც როგორადაც ბრუნდება კარმა. ანუ სადიბადები, იგივე რო გიბრუნდება, რა გარემო არის სადაც იბადები და ის რომ სურვილი გაქვს რომ გაიმეორო. ნათია შენ. აი პირველი რაღაც ვერ გავიგე. ანუ რო იბადები უკვე კარმა არის? მადლობა. ხო, დაბადება უკვე კარმა არის, იმიტომ რომ დაბადება ნიშნავს ტანჯვას. ჯერ დაბადების მომენტი ამ ტანჯველი, მერე გაზრდის მომენტი ამ ტანჯველი, მერე ცხოვრება ტანჯველი და მერე სიკვდილი ამ ტანჯველი. ამიტომ ასე ვთქვათ, დაბადება არის ტანჯვის სამყაროში შემოსვლა.
ამიტომ თუ არა გაქვს ნეგატიური კარმა არ დაიბადები. თუ ახალ მაღალი ბუმის ბოდისატვა, რომელიც იმადება იმისათვის, რომ სხვა არსებებს მოხდა, ანუ სარგებელი და ამ რისკს საკუთარ თავზე იღებს, რომ მოევლინოს ამ სამყაროს იმისათვის, რომ სხვა არსებებს დაეხმაროს. So, პირველი მოკეთა არის ეს killing, basic killing. So, ამისგან ხის თავშეკავება. მეორე მოქმედება ეს არის ქურდობა, მოპარვა, ხო, და აქ არის ბევრნაირად შეიძლება ეს განხორციელდეს, უფრო მძიმეა მაგალითად, როცა თან ძალადობა, სცემ ვიღაცას, ესე ვთქვათ, ხო, შეუვარდები, შესცემ, რაღაცას წაართმევ ძალადობრივად და ესე მოიპარავ რაღაცას, ხო, ამ შემთხვევაში ისე ვთქვათ, კანონის შედეგი არის ის, რომ დაიბადები ჯოჯოხეთში. თუ არის მეორე სახის, ვთქვათ, მოპარვა, როდესაც არ აზიანებ არავის, უბრალოდ მოიპარე, ხო? ამოაცალე ვიღაცას ჯიბიდან ფული ან რაღაც, ხო? ამ შემთხვევაში ადგილი, სადაც დაიბადები, არის მშიერი სულების სამყარო. შენი სიხარბის გამო და შენი იმის განცდის გამო, რომ არ აქვს საკმარისი და სხვებს უძრები ჯიბეში მოხდები იქ, სადაც არიან მენტალურად მშიერი არსები. და ხო, როცა ეს, ასე ვთქვათ, ან შეიძლება, ასე ვთქვათ, კიდე სხვა ვარიანტებია, რომ ესე იგი დაიბადო ღარიბ ოჯახში, დაიბადო ღარიბ ქვეყანაში. Consequences იქნება, რომ შენ გაგძარცვავენ, შენ მოპარავენ, პირად საკუთრებას არ დაიცავენ, შენ პირად სიცხეს შემოიჭრები ხშირად და შენი იმწებით ისარგებლებენ. და ხო, და განცდის იღარიბეს, სიდუხჭირეს, სული იქნება საჭმლის მოპოვება, დაიბადები მაგალითად აფრიკისნაირ ქვეყნებში, სადაც წყალიც ჭირს დასალევი, საჭმელიც ჭირს დასალევი. ამიტომ ესეც არის, ეს არის. მესამე ეს არის სექსუალური არასწორი ქცევა. ხო, ეს არის მაგალითად გაუპატიურება, ეს არის დაზიანება სხვა არსების, მაგალითად, რომ გადასდო სექსუალური დაავადება თუ გაქვს და არ გაუფრთხილდე, ასევე ეს არის შეაცდინო ბერი ან მონაზონი, ან შენ თვითონ დაარღვიო სამონასტრო ფიცები სექსუალურ თავშეკავასთან დაკავშირებით. ან მოხიბლო სხვისი ცოლი ან ქმარი, ან სხვისი შეყვარებული, ან შენ შეყვარებულს უალატო, თუ ამაზე არ ხართ შეთანხმებული, რომ გქონდეთ ღია ურთიერთობა. ასე ვთქვათ, ეს კარმა და ამასაც გააჩნია, ესე იგი რა იმას ქენი, ხო, შეიძლება ამის შედეგად დაიბადო ცხოველთა სამყაროში, თუ რთული კარმა დააგროვე, დაიბადები ცხოველად შემდეგ ცხოვრებაში. გარემო შეიძლება გქონდეს ისეთი, რომ გიჭირდეს პარტნიორის პოვნა, არ გყავდეს ერთგული ადამიანი გვერდით, შენ თვითონ არ იყო ერთგული, ანუ როგორც ეფექტი ის, რომ თქვა წინა შემთხვევაში ის, რომ მოპარვის ჩვევა გქონდეს და ისე იპარავდე, ასე ვთქვათ, კლეპტომანია, ხო? რაღაც ეგეთი, ქვია, ჩვევა აქვს ადამიანს. და შეიძლება თქვათ მოპარვის ჩვევა გქონდეს და შენ შეიძლება ეგეთი ჩვევა გქონდეს, რომ არ შეგეძლოს ერთგულება, ან უკეთ ვერ იკავებდე თავს სექსუალურად, და ასე შემდეგ, ხო, ასე შემდეგ, შენ გიღალატონ და ასე შემდეგ, ხო, ასე ვთქვათ, ესეც ის რაც სამი რაც სხეულით სრულდება, ხო. შემდეგ მოდის 4 მოქმედება, რომელიც
სრულდება საუბრით. პირველი ეს არის ტყუილი. ხო? ეს არის მოტყუება, აქაც ესე იგი საჭიროა რომ ეს კარმა რომ შედგეს საჭიროა რომ მოტყუდეს ადამიანი. ანუ არ ითვლება თუ არ დაგიჯერა ადამიანმა. აქ ითვლება თუ დაგიჯერა მოტყუდა და ასევე გააჩნია რასიტყუები. და ზოგჯერ შეიძლება მოტყუება იყოს კარგი კარმა, მაგალითად თუ ვიღაცის სიცოცხლის გადაარჩენამდე. ამიტომ გააჩნია მოტივაციას ისევ აქ. მაგრამ თუ შენი მოტივი არის რომ ასე ვთქვათ გამდიდრდე და ამიტომ მიტყუები ან მქონდეს მაღალი რეპუტაცია, იყო მაღალი სულიერი მასწავლებლის რეპუტაცია მოიგონო და საკუთარ თავზე ისაუბრო რაღაც რომ ვითომ რაღაცა ხილვები გაქვს, ან რაღაც რეალიზაციები გაქვს, ან რაღაც სითხები გაქვს და ამით მოიპოვო მიმდევრები და ვთქვათ ასე დააჯერო სხვები, ხო, თქვა ამას აქვს ექსტრემალურად ნეგატიური კარმა. იმიტომ რომ ვთქვათ ადამიანებს ბინი ხავს არასწორი მიმართულებით. ამიტომ ტყუილი, ხო, ვთქვათ გააჩნია ისევ რა მიზეზით ვიტყუებით. ტყუილის მიზეზად შეიძლება დავიბადოთ ცხოველის სამყაროში. შეიძლება დავიბადოთ ადამიანად, მაგრამ არავინ არ დაგვიჯერებს ჩვენ სიტყვებს არ ექნება ფასი, ვილაპარაკებთ და სხვები არ მოგვისმენენ, არ ექნება ძალა, რეპუტაცია არ გვექნება საზოგადოებაში, მუდმივად ასე ვთქვათ ხო, მოგეთავს ქვეშ გათელავენ ჩვენს სიტყვებს, აზრებს, არ მოისმენენ, მოგვატყუებენ ჩვენ თვითონ პირიქით და ასევე თან გაგვიძლიერდება ტენდენცია, რომ ხშირად ვთქვათ ტყუილი. ხო, ასე ვთქვათ, ეს ტყუილიც არის ქარხანასავით, თუ რამდენჯერმე მოიტყუე, მერე იტყუები, ასევე რა, თუ თავდაპირველი ტყუილია იმ ტყუილის შესანარჩუნებლად, რომ არ გაიგონ, რომ თავდაპირველად მოიტყუე და ასე შემდეგ, ტყუილი ძალიან ჩამთრევი არის. ამიტომ ასე ვთქვათ, ესეთი შექმნება ჩვენს გონებაზე. ესეთი ისტორიებიც ხო არის, სრულყვირო და სოფელში ვიღაცა მგელი მოდის და ვითომ ხუმრობდა, ხო, და ქართული ის არის, ბავშვობაში მიპოვოდნენ. და მე მოკეთ მე-10 მართლა მგელი მოვიდა, მართლა იყვირა და არავინ აღარ დაუჯერა და მართლა შეჭამეს ეს ადამიანი. ამიტომ თუ გინდათ რომ იყოთ სანდო, თქვენ სიტყვას კონდეს ძალა, სხვა არსებები გაფასებდნენ, ილაპარაკეთ ყოველთვის სიმართლე. შემდეგი ვერბალური კარმა არის გახლეჩილობის შეტანა ადამიანებს შორის ამ ჯგუფში. მაგალითად, რომ მეგობრები დააშორო, ნათიშრასავები დააშორო, ცოლ-ქმარი დააშორო, მასწავლებელი და მოსწავლე დააშორო. იმით რომ უთხარო ნახე ის ამას გიშვება, ეს ცუდი ტიპია და მოკეთ ნელ-ნელა დაგიჯეროს ამ ადამიანმა და ნელ-ნელა ჩამოსშორდეს და იმანაც სხვა დაუწყოს არსებას, ხო? ეს განხეთქილების შეტანა განსაკუთრებით ხა თუ სანგხაში შეგაქვსო ვაჯრაიანაში ნათქვამი პირდაპირ ჯოჯოხეთში დაიბადებია, ხო? თუ ვაჯრა ოსტატს დააშორებ თავის მოსწავლეს, ხო? ასე ვთქვათ, ამას ძალიან ყოველსაუბრად ნეგატიური კარმა აქვს, იმიტომ რომ შეიძლება გასხიოსნებულიყო ადამიანი დარჩენილიყო, მაგრამ შენ დააშორე სანგას, ხო? მაგრამ სხვა შემთხვევებში ესე არ მოხდება, რაც მოხდება, არის ის, რომ შენ გაგიჭირდება მეგობრების ფორმა, შენ იქნები მარტო მომავალში, შენზე დაყრიან ცუდ ხმებს, ტყუილებს გაგივრცელებენ, ცილს დაგწამებენ და შეიძლება რაღაც სასამართლოში რაღაც ცრუ ბრალდებით ან ცრუ რაღაცით გაგასამართლონ, მსგავსი რაღაცა მოყვება შემდეგ ცხოვრებებში. მოგეთ თუ განხეთქილებას თესავ ადამიანებში, მეგობრებში, ოჯახის წევრებში. შემდეგი ნეგატიური კარმა
სიტყვებთან დაკავშირებით არის უხეში საუბარი, ეს თქვათ გაბრაზებული საუბარი, შეურაცხყოფის მიყენება, საუბარი, რომელიც სხვების მენტალურ სიმშვიდეს არღვევს, პროვოკაციული საუბარი, გინება, ეს საუბარიც არის, რაც თესავს ნეგატიურ კარმას, იმიტომ რომ ამის შედეგად ჩვენ გვეპყრობიან ესე, ხო, ჩვენ მოგმართავენ ცუდი სიტყვებით და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ცხოვრებას გადახედოთ და რაღაც ადამიანს თუ ცუდი სიტყვებით ესაუბრებით, მე უცებ ნახავთ, რომ ისიც თქვენ ცუდი სიტყვებით ესაუბრებათ. თქვენ თუ არასდროს გადადიხართ ზღვარს, უფრო მეტი შანსია, არ ვიცი ახლა საერთოდ არ არის შანსი, მაგრამ უფრო მეტი შანსია, რომ სხვა ადამიანს არ გადმოუკვეთოს ესეთი ზღვარი თქვენთან მიმართებაში, ხო? და მეოთხე ეს არის idle talk, ტყუილუბრალო საუბარი, ჭორაობა. ამასაც აქვს კოლოსალურად ნეგატიური კარმა, იმიტომ რომ ჭორაობა არის ის, რაც გონებას აშორებს იმას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. გონებაში თესავ ტენდენციას, რომ ილაპარაკოთ, რომელ კაფეში იყავით, რა ჭამე, ეს ტანსაცმელი მოგეწონა, ზღვაზე სად იყავით დასასვენებლად და ის ადამიანი როგორი ტიპია, ამან ესე როგორ მოიქცა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე ასე ვთქვათ, კონსეკვენცია არის ის, რომ მიჩვევა იცის ამ ჭორაობამ და შენ დახარჯავ დროს ამაში ბევრს. შესაბამისად დარჩება პრაქტიკისთვის ცოტა დრო და რა შთაბეჭდილებებსაც ამ საუბრით შენი გონება მიიღებს, იქნება ნეგატიური. და პოზიტიური შთაბეჭდილებებით არ აივსება ჩვენი გონება. და შეიძლება ეს იყოს ჩატში, Facebook-ზე, მეგობრებთან დიდი საუბარი, მესენჯერში, Instagram-ზე, რაღაც ესეთი. და ამიტომ არის ნათქვამი, რომ ამიტომ არის გრიგოლ ხანძთელი რომარება არის ოქრო და ბრძნად მეტყველება არის ვერცხლი. მაგრამ ჭორაობა არის ცუდი, ასე ვთქვათ. არც ოქრო, არც ვერცხლი. ტყუილუბრალო საუბარი. ამიტომ როცა ვსაუბრობთ, ჯობია რომ ჩვენი საუბარი სიბზნეს გამოხატავდეს, ან საერთოდ ავლაპარაკოთ. ეს უფრო ჯობია. და ძალიან ნეგატიური შედეგი ჭორაობის იქნება, რომ ისევ დავიბადოთ ცხოველთა სამყაროში და არ შეგვეძლოს საუბარი საერთოდ. მუილით და აზმუილით ვაგებინებდით რაღაცებს და ან თუ დავიბადებით ადამიანად, გქონდეს რაღაც მეტყველების პრობლემები, ან ჩვენ გვჭორავდნენ სხვა ადამიანები და ჩვენზე ლაპარაკობდნენ ჩვენ ზოგს უკან. ხოლმე ჩვენ ვიყოთ სხვების განხილვის საგანი ნეგატიურ კონტექსტში. იმიტომ ეს არის 4 კარმა, რომელიც არის დაკავშირებული საუბრად. დავრჩა 3 მენტალური კარმა, რომელიც დაკავშირებულია გონებასთან. პირველი მათგანი არის შური. ეს არის როდესაც ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს რაღაც და სხვას აქვს. კარგი მანქანა აქვს და ნეტო მეც მქონდეს ეს მანქანა. სხვას ბევრი ფული აქვს და მეც ბევრი ფული მინდა რომ მქონდეს და ჩემს ინსეკიურიტებს ამომი ფუთფუთებს ეს ზედაპირზე რომ იმან რაღაცას მიაღწია, მე ვერ მივაღწიე, ხო? ვიღაცა შეიძლება ყავს კარგი პარტნიორი და შეიძლება მე არ მყავს და
ვისურვო სხვისი. ანუ ეს გონება, როდესაც შენ სურობ სხვის რაღაცებს, ხო? ეს არის ეს ასე ვთქვათ, შურვის გონება, ხო? ეს მეშვიდე კარმა. და რასაც ანგრევს ეს არის კმაყოფილება. რასაც ანგრევს ეს არის რეალურად კმაყოფილება. და ხო, ამიტომ საჯირო რომ მას გონებას დავაკვირდეთ ხოლმე და ასე ვთქვათ, ვიყოთ კმაყოფილი იმით, რაც გვაქვს. გავიხაროთ იმით, რაც გვაქვს და არ შევადაროთ ჩვენი თავისუფლებს. მეცხრე არის ill will, როცა ცუდი რაღაც გინდა სხვისთვის. ხო, ასევე თუ ესე მენტალური კარმა ქონდა ეგ შურის, შეიძლება დაიბადო ისევ შეასრულოთ. ან დაიბადო ისევ სიღარიბეში, სადაც მუდმივად განცდი რომ არ ყოფნის რაღაც. თუ გაქვს ill will, ანუ ბოროტი ჩანაფიქრები, რომ გაგიხარდეს სხვისი ცუდი. მეტა კისერი მოინთიხოს, მეტა დაიჭირონ, მეტა გაღარიბდეს, მეტა მოკვდეს, მეტა ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას, მეტა ცოლი დაშორდეს, მეტა მისი თვითმფრინავი ჩამოვარდეს, ასე ვთქვათ, როცა სხვისი ცუდი გინდა, ხო? ეს არის მენტალური კარმა, რომლისგანაც დაუყოვნებლივ უნდა გავთავისუფლდეთ. და ამის შედეგი იქნება, რომ ცხოვრებაში გვეყოლება მტრები. ამიტომ შემდეგ ცხოვრებაში გვეყოლება მტრები. და როცა გვყავს მტრები და ჩვენ ვთქვით, ვიღაცებს ამისი დრო არ გვაქვს, რომ ვაპრაქტიკოთ. სულიერი პრაქტიკა. და მეათე არის არასწორი ხედვების ქონა. ეს სასამართლოა. მეათე ნეგატიური კარმა, ასე ვთქვათ, ყველაზე ძლიერი ნეგატიური კარმა თაგან არის არასწორი ხედვების ქონა. რაც მაგალითად გამბომბა თავის ციკში Jewel Ornament of Liberation ამბობს, რომ კონდეს არასწორი ხედვა ნიშნავს, რომ მაგალითად ფიქრობდე, რომ არ არსებობს მიზეზი და შედეგი, რომ არ მუშაობს კარმა, არ არსებობს შემდეგი ცხოვრებები, არ არსებობს წინა ცხოვრებები. ასევე არასწორი ხედვაა, რომ კონდეს ეტერნალისტური დამოკიდებულება, რომ მე მაქვს უკვდავი სული და ასე ვთქვათ, არაფერი არ მოსდის ამ სულს. ასევე არასწორი შეხედულებაა, რომ კონდეს ნიჰილისტური ხედვა, რომ ასე ვთქვათ, მოკვდები და არ იქნება შემდეგი ცხოვრება. მე ექსტრემები. შესახებ პროტაცულებით შეიძლება ვიძიოთ ინფორმაცია. მოგეთ ეს არასწორი ხედვები, რატომ? იმიტომ რომ არასწორი ხედვა არის საწინდარი არასწორი ქმედებების. არასწორი რა მხრივ, რომ მოაქვს ტანჯვა ამას. თავისუფლება არაფერი არ არის არასწორი, არც არასწორი, ხო, ვთქვათ, მიზანთან მიმართება, თუ შენი მიზანი არის ბედნიერება, არის რაღაცა, რაც გაშორებს ბედნიერებას. და ამიტომ, ასე ვთქვათ, არასწორი ხედვები არის, რაც გაშორებს. და საპირისპიროდ, ესე იგი, არის სათნო მოქმედებები, რომელიც შეგვიძლია განვახორციელოთ. თუ არის 10 არასათნო მოქმედება, არსებობს 10 სათნო მოქმედება, უცებ ჩამოგეთვლით, იგივე იმების გასწვრივ მივაწეროთ, ესე ვთქვათ, მკვლელობის მაგალითად საპირისპირო არის, რომ სხვა არსების სიცხლე გადაარჩინოთ. მაგალითად, ბუდიზმში არის ცეტარის რიტუალი, სადაც ხიბლობენ ხოლმე დაჭერილ თევზებს, ცოცხალ თევზებს და უშვებენ მდინარეში ისე. ან შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. იპოვოთ დაჭერილ ცხოველი, რომელსაც მოკლას აპირებენ და გაათავისუფლოთ. თუ რაღაც ადამიანი ბუზის მოკლას აპირებს ხელზე, ადგე დაუცეთ სული შეუბერო და გააფრინო ეს ბუზი. და გადაარჩინონ შენი ობობა, რომელიც მოკლას აპირებდი, დაიჭირო ბანკაში და გარეთ გასვა ფანჯრიდან. ხო,
ანუ ამით შენ ამცირებ შენ მკვლელობების კარმას და მოზრდი იმას რომ შესაძლებლობებს რომ მომავალში გადაგარჩინონ შენ. შენ გაგიხანგრძლივან სიცოცხლე, შენ მომდღეგრძელი მომავალში, შენ კონდეს თქვა უფრო კარგი დაბადებები. მეორე ასე თქვა რაც არის ქურდობის აპირისპირო არის generosity, ხელგაშლილობა, მოგედა იარ მოპავა არამედ გასცე. აკეთო საჩუქრები, ლამალინა მასწავლის ხოლმე შეიძლება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გამოვალო ნივთები, რომელიც არ ჭირდება და შეიძლება ვიღაცებს ჭირდება და დაუძახო მეზობლებს, ან გაიტანო მეზობლში და თქვა რომ ეს გასაჩუქებლად თუ იმის რამე ჭირდება თაირეთ. შენს სახლში მეტი ადგილი გამოგითავისუფლდება და თან აი რაღაცას გავუკეთებ სხვა არსებობს, ხელგაშლილობა. მესამე სექსუალური მისკონდაქტის შესაძლებელი იქნება რომ about კონდეს ეთიკური სექსუალური ცხოვრება. შემდეგ ტყუილის საპირისპირო არის რომ სიმართლე ილაპარაკო. შემდეგ Discord როგორ არის იგი დაპირისპირების ჩათესვის მაგივრად რომ შეარიგო ადამიანები, როცა ჩხუბი იქნება დააშოშმინო, დაამეგობრო მტრები, ხო დაპირისპირებულები, ნათესავები, ახლობლები ან უცნობები ერთმანეთთან დააკავშირო და ახლო სიყვარული და თანაბრძნობა აღძრა მათში ერთმანეთის მიმართ. შემდეგი გვაქვს ხო ესე ცუდი საუბარი ხო ცუდი საუბრის უხეშ საუბარი არის რომ ისაუბრო რბილად და ისაუბრო კარგი სხვების შესახებ ხო basically მეტად შენიშნოს სხვა ადამიანების დადებითი თვისებები ვიდრე უარყოფით თვისებები და საუბარში ხაზი გაუსვა ხშირად დადებითს უფრო მეტად ვიდრე უარყოფით და რაც შეეხება ჭორაობას პრობლემარი ჭორაობა და ეს არის კარგი ქმედება. რაც შეეხება მენტალურ კარმებს, მან კარგი არის რომ ესე იგი პირველი რა იყო? შური. ხო, შურის მაგივრად საჭიროა ორი რაღაც. გაიხარო შენ რაც გაქვს და ისწავლო სხვა რაც აქვს იმის სიხარული. და ეს არის ძალიან კარგი გზა, კარგი კარმის შექმნის, მაგალითად თუ თქვენ ვერ მედიტირებთ და გაქვთ ცუდი დისციპლინა მედიტაციაში, მაშინ შეიძლება შეხედოთ კარგ პრაქტიკოს, რომელიც სამწლიანი რიტრიტშია წასული და დღე-დღე მედიტირებს და გაიხარო ამით, რომ რა კარგია, რომ ეს ამ ადამიანმა შეძლო, რომ ესე უთმობს დროს მედიტაციას და ცხოვრობს ამ პრაქტიკით და ერთმა გაახაროს ეს არსება. შენ გაიხარო, ასე თქვით, ამ სხვისი კარგი რაღაცეებიდან. ვიღაცას თუ ბევრი ფული აქვს, კი არ შეგვიძლია ამ გაიხარო, რა კარგია. რამდენი რესურსი დაცული არის, ასე თქვით, მატერიალურად რომ არ იპახავს ბევრი და ასე შემდეგ. კონდეს საჭმელი და სასმელი და სახლი და ყველაფერი და გაიხარო იმით ვის რა აქვს realmente. ილვილის საპირისპირო არის რომ კარგი ვილი გქონდეს, ანუ უსურო სხვა არსებებს ბედნიერება, ამიტომ შეგიძლიათ შეისწავლოთ for immeasurables ესეთი ლოცვა და ყოველდღე გაიმეოროთ. და აი ყველა არსება იყოს ბედნიერი, გქონდეს ბედნიერების მიზეზები, თავისუფალი იყოს ტანჯვისგან და ტანჯვის მიზეზებისგან, არსებობს იყოს გამოყოფილი დიდი ბედნიერებისგან, რომელიც არ არის უბედურება. და იმყოფებოდის გაწონსწორებულობაში თავისუფალი მიჯაჭვობებისგან, სიძულვილისგან და ავერსიისგან. და გაიმეოროთ ეს ლოცვა ბევრჯერ გქონდეთ პოზიტიური განზრახვა სხვა არსებების მიმართ. და მეათე არასწორი ხედვები არის მაგის აპირისპირო არის რომ შეისწავლოთ დარმა და არამატო დარმა ეძიოთ დაფიქრდეთ რა არასწორ ხედვებს ფლოთ და მეანაღამ თქვენი ასე თქვათ გათავი გამოიჭიროთ იმ ილუზიებში რომელიც შეიძლება გაქვთ საკუთარ თავთან და ცხოვრებასთან მიმართებაში. So yeah, ეს არის 10
სათნო და 10 არასათნო მოქმედება. ასე იგი გამიხიეთ რა ქმნის კარმას, 4 ფაქტორი და უკეთ კარმის დაწვასთანაც შეიძლება ძალიან მოკლედ ახან საუბარი გამოვიდა, 1 საათი გავიდა. არის ის რომ ესე იგი ნებისმიერ მოქმედებას თუ მოინანიებთ, თუ გექნება ცინანული თქვენი ნეგატიური მოქმედების შედეგად, ეს უკვე ამცირებს ამ კარმას. თუ გადაწყვეტთ რომ აღარ გაიმეოროთ, ეს კიდევ უფრო მეტად ამცირებს. და თუ გადაწყვეტთ რომ ამის საპირისპირო გააკეთეთ და გააკეთეთ, ეს ასე ვთქვათ არასხობებს, თანაბრებს, აბათილებს. ამიტომ საჭიროა ასე იგი მოინანიო, გადაწყვიტო რომ არ გააკეთო და საპირისპირო გააკეთე. და ვაჯრაიანაში არის ბევრი მეთოდი იმისათვის რომ დაწვათ ნეგატიური კარმა, ეს მაგალითად ვაჯრასატვას მედიტაცია, მაგალითად მეტანიების პრაქტიკა და ასევე და ვიფიქროთ რომ დავაგროვოთ აურაცხელი რაოდენობის კარგი კარმა. ხო, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, თუ გინდა იყოს ბედნიერი გონება, საჭიროა შენი გონების მინდორზე ჩათესო კარგი მოსავალი. თუ აქ გაქვთ დათესილი ბრაზი და ღვაწლი და წყენა და შური და უმაყოფილება და ასე შემდეგ, არაფერი კარგი მოსავალი არ მოვა. თუ გინდა რომ გქონდეს ბედნიერი გონება, საჭიროა რომ დათესო სათნოებები. იმისათვის რომ დათესო სათნოებები და გქონდეს ბედნიერი გონება და გიხაროდეს ცხოვრება და გქონდეს კარგი ლაიფსტაილიც გარშემო, საჭიროა რომ მუდმივად აგროვო კარგი კარმა, იმიტომ რომ ჩვენ ყოველ დღე, როდესაც არაფერი მოგდის და ბედნიერად ვართ, ამ დროს ვწვავთ კარგ კარმას. ბედნიერი მედიტაციური გამოცდილებები, სადაც ნირვანაში ვართ გასული, კუნდალინი გამოგზაურებული და ნეტარების ტალღებში დავსურავთ, ამ დროს იხარჯება ჩვენი დამსახურებები. და ასე თქვა ჩვენ რომ ჩვენ რომ ვთქვათ, in order to afford our good lifestyle, ხო, რომ ხელი მიგვიწვდებოდეს ამ კარგ ცხოვრებაზე, ჩვენ საჭიროა რომ ახლა კაი კარმას დავაგროვოთ, იმიტომ რომ როცა გამოიწურება დამსახურებები, აღარ გვექნება ესეთი ცხოვრებაც კი როგორიც გვაქვს, თუ უფრო უკეთესი. ამიტომ მუდმივად ესე ვთქვათ, გონების ბუნებაზე მედიტაციის პარალელურად საჭიროა რომ ვაგროვოთ კარგი კარმა და მივხვდეთ რომ რეალურად ესე იგი ჩვენ მაგალითად ყველას გვაქვს კოლექტიური კარმაც. ამიტომ ვართ ყველა ადამიანი მაგალითად. მერე გვაქვს რაღაც კიდე საერთო კარმა, რის გამოც ვართ ყველა ქართველები. ხო და ანუ 6-ვე ლოკა არის კარმა. 6-ვე ლოკა რის გამოც არსებობს, თუ გინდათ რომ დააცარიელოთ 6 ლოკა, მაშინ ყველა არსება უნდა გაათავისუფლოთ კარმისაგან და მაშინ აღარ არსებობს არანაირი სამყარო. არც ერთი განზომილება. ყველა განზომილება არსებობს იმ შენი კარმული ხედვა არის. აი მაგალითად ნათქვამი არის რომ მდინარე ადამიანებისთვის არის საბანაო სივრცე და წყალსვა შეიძლება გიხარია ზაფხულში გაგრილდე და ასე შემდეგ, ხო. თევზებისთვის არის სახლი და საჭმელი სივრცე არის რეალურად წყალში საჭმელს მოიპოვებენ და სახლი არის მათთვის. ნათქვამია რომ ღმერთებისთვის და დღეგრძელი ღვთაებებისთვის მდინარე აღიქმება როგორც ნექტარი, ღვთაებრივი უგემრიელესი ნექტარი. როგორც რაღაც გემრიელი კოქტეილი. და მშიერი სულებისთვის პრეტასთვის არის ლავა. გავარვარებული რკინა, რომელსაც მიეკარებიან პირი და ეწვევათ, იმიტომ რომ ესეთი კარმა აქვს. ამიტომ ყველაფერი რასაც ვხედავთ, მდინარე არის მდინარე შენთვის, იმიტომ რომ შენ ესეთი კარმა გაქვს. ის ადამიანი ცუდი არის შენთვის, იმიტომ რომ შენთან არის ცუდი, იმიტომ რომ ესეთი კარმა გაქვთ თქვენ ერთმანეთში. მდინარე ვიღაცისთვის არის გავარვალებული ლავა, იმიტომ რომ იმას აქვს ისეთი კარმა, რომ ის ცხლად ვერ დაინახოს და დასწვას წყალმა პირი. და ვიღაცისთვის ექნება ეს კოქტეილი, იმიტომ მთელი ჩვენი სამყარო არის კარმული ხედვა, ძირითადად არის ის, რაც ჩვენი გონებიდან გამოდის, ჩვენი კარმული ხედვა. რაც ტანტრაში არის საუბარი pure vision, ხო, წმინდა ხედვა არის, როცა ასუფთავებ ამ კარმას, როცა ლამაოლე ამბობდა, როცა ამ კარმას ასუფთავებ, დაინახავ, რომ
კი არ არიან მზნობიარე არსებები, არამედ არიან ქალი და კაცი ბუდები ყველგან. და ეს სამყარო ტანჯვის სამყარო კი არ არის, არამედ არის ბუდა ამიტაბას ფიურლენდი, სუფთა მიწა 64. ეს ადგილი შენთვის შეიძლება იყოს 64, შეიძლება იყოს ჯოჯოხეთ. გამომდინარე იქიდან რა კარმა გაქვს. როგორც ზოგჯერ ქრისტიანებიც ამბობენ ხოლმე, ხო, დღეს აბურზმონო 64-ში რომ ჩააგდო, უკეთ არ მოეწონება იმისთვის ჯოჯოხეთი იქნებაო. ეს ეს ხო მეზობე იარდა ხო ეროვნულ რელიგიას. ხო, ანუ ესე იგი გააჩნია შენ ვინ ხარ, ხო, შეიძლება შენთვის ძალიან რაღაცა კარგი იყოს და რაღაცისთვის იყოს ძალიან ცუდი, გააჩნია რა კარმა გაქვს. იმიტომ რომ ყველაფერი არის ცარიელი. დაახლოებით გადავაცილე ძალიან პატარა 2 წუთიც თუ არ შეგაწყენ თავს. მე ესე იგი მიყვარს ეს კალმის მაგალითი. მოდი პატარა ისტორიული დებატი მოვაწყოთ. რა არის ეს? კალამი. კალამი. ოკეი. ძაღლი რო შემოვიდეს, ხა აქ ოთახში. ზუგა. ესე გაუქნია და მივიცე. რას იზავს? რას უზავს? ითამაშებს. ითამაშებს. შეიძლება გავაღნას, ხო, და ასე შემდეგ. მისთვის რა იქნება ეს? სათამაშო, რა თქმა უნდა. სათამაშო. ოკეი. რომელი ხართ მართალი? თქვენ თუ ძაღლი? ორივე. ჩვენ მაგას ფუნქცია მივეცით, რომ ჩვენთვის არისაწერი, იმ ცუგასთვის ეს არის სათამაშო, ის ხვანაირად სხვა აღქმავს ჩვენსა და საერთოდ ჯამში სიცარიელია ეს. Quite right. ცარიელ ოთახში რო დავდოთ ეს. სადაც არც ადამიანია და არც ძაღლი. რომელი იქნება მაგ დროს, სათამაშო იქნება თუ კალამი? არაფერი, სიცარიელი. თუ ადამიანი შემოვა? კალამი იქნება. კალამი იქნება. თუ ძაღლი შემოვა, იქნება სათამაშო. ამიტომ საიდან მოდის კალამი? ადამიანმა მიანიჭა მას ფუნქცია. გონებიდან მოდის კალამი. Basically რო თქვა, კალმიდან კი არ მოდის, არამედ მოდის გონებიდან. ეს არის ერთ-ერთი გზა, როგორც შეგიძლია ახსნას სიცარიელე. რეალურად არაფერი არ არის, არამედ ჩვენს გონებებში არსებობს რაღაცა სურათი. რეალურად. და რა სურათიც გვაქვს, ის სურათი ამოდის, აჯდება რეალობას და ხატავს. და ეს არის როცა სიცარიელეს ხედავ პირდაპირ. ოკეი, მაგარი ისტორიას გეტყვით. როგორ დავინახე ამ სამყაროს სიცარიელე პირველად. გონების სიცარიელე არა. ფიზიკური რეალობის სიცარიელე. მოკეთ მანქანით მივდიოდი და წინ მარცხნიდან ჩამიჭრა ვიღაცამ, მოკეთ არასწორად მოიქცა და ეს ჩამიჭრა შუქნიშანზე შეეკვეხა იქ და გავბრაზდი. და რო გავბრაზდი, გამახსენდა იმ მომენტში, რომ ამ ადამიანმა იმიტომ ჩამიჭრა, რომ მეც გამიკეთებია ხოლმე ესე. და ეს ადამიანი კი არ იყო ეს ადამიანი, არამედ ჩემი კარმა იყო, რომელიც დაბრუნდა. ამიტომ მანდ იყო ორი ადამიანი რეალურად. ერთი რომ ოროდი არის ეს ტიპი და რაღაც გაუნათლებელი და კულტურო და ასე ვთქვათ უზრდელი.
და ეგ ტიპი არის სიცარიელე. ეგ ტიპი, ეგ უზრდელი ტიპი, ვინც ჩამისრო. ეგ არის სიცარიელე, იმიტომ რომ ეგეთი ტიპი არ არსებობს. არსებობს ტიპი, რომელიც მე დავთესე. როდესაც რამდენიმე კვირის წინ გავუკეთე მე ზუსტად იგივე. და მაგ დროს ეს რომ დავინახე, მივხვდი რომ არაფერი არ იყო იქ. რაც იყო უბრალოდ იყო კალმური ხედვის გათამაშება, დავინახე რომ ის ადამიანი იყო სიცარიელე. ან როცა კარმას ხედავთ, ასე თქვა და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, აი როგორ, იცი, ეს თან როგორ დავინახე, იცი? ეგ ის ადამიანი ხო იყო და შეფასება რომ დაადო, აი სურათი დავინახე გონებიდან როგორ წამომივიდა. აი ხა რაც გითხარიო, სურათი გვაქვს თავში მეთქი, ჩვენ, ხო? აი სურათია კალმური ხედვით, სურათი დავინახე თვითონ სურათი. რომ ეს ადამიანი იყო უწყინარი, ჩემთვის არც კარგი იყო, არც ცუდი და გონებიდან სურათი ამოვიდა. იმენა სურათი დავინახე. სურათი დააჯდა და ეს ადამიანი გახდა უკულტურო და უზრდელი. და საიდან მოვიდა ეს სურათი? ვიზა ვაბრალო ამ სურათის არსებობა. ჩემ გონებაში რომ არ ყოფილიყო ეს სურათი. იმაში დეიტაში ხო, ბაზადან მოსაცემთა ბაზარში. რომ არ ყოფილიყო, საიდან მოვიდა. და ეს თქვა დავინახე რომ ის ადამიანი იყო ცარიელი, რომ ნამდვილად არსებობდა სურათი და მოგეთ მეც გაძლევთ ახლა ერთი კვირის პატარა სავარჯიშოს, რომ ეს კარმა დაინახოთ, როგორ ამოდის თქვენი თავიდან კარმა. როგორც სკალა მიმოდის გონებიდან და არ არსებობს რეალურად. ხო, აი როგორ როცა მაგ მომენტში დაინახავთ, მაშინ დაინახოთ სიცარიელეს. ამ ცხოვრების სიცარიელეს. გამოვლენის სამყაროს სიცარიელეს ნახავთ, რომ ესე არის გაკეთებული ყველაფერი, კოლექტიური კარმა არის უბრალოდ. შეიძლება თქვათ კოლექტიური სიზმარი გამომდინარე იქიდან თუ რა შთაბეჭდილებები გვაქვს გონებაში. So like this. ავასრულე მე თუ მე ცოტა დრო კიდე მაქვს თუ თქვენ გკითხები რამის თქმა გსურთ. თიკო პირველ რიგში შევ დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის საინტერესო თემა გააჟღერეთ. მე მაქვს ორი კითხვა. პირველი ასეთი უშუალოდ კარმას ეხება. მაგალითად ადამიანს, რომელსაც გარკვეული სახის ტკივილი მოუყენებია ჩემთვის, შენაგანად გქონია ხოლმე ესეთი განცდა, რომ აი ამ ადამიანს არ მინდა ყველაფრის მიუხედავად რაღაც ცუდი ბუსურნი ხა ადამიანები ვარ და შეიძლება რომ მოგვინდეს რაღაც სამაგიეროს გადახდის სურვილი, ან თუნდაც სიტყვიერად, მაგრამ გამიჟღერებია ხოლმე ხმამაღლა ასეთი რაღაცა, რომ სულს არ ვუსურვებ, მაგრამ მინდა ვნახო, როგორ მიაკითხავს თავისი წილი კარმა. კარს როგორ მიუკაკუნებს მეთქი და ეს მე ცუდ კარმის დაგროვებაში დამეხმარება, ცუდისკენ წავა? როგორ მინდა ვნახო? ეგ არის ill-will. აი ეს თქვა ბოდისატვას 27 პრაქტიკაში არის თავი რომ მოგაჭრასო ვიღაცამ იმ მომენტში უნდა ფიქრობდეო რომ ჩემ თავზე ვიღებ იმ ადამიანის ცუდ კარმასო რომ ის არ დაიბადოს ჯოჯოხეთში. სურო ვიღაცამ თავი მოგაჭრასო მოგკლას. სურო ვიღაცამ მოგკლასო ესე იგი შენ იმდენად უნდა უთანაგრძნობდე ანჯვას ზოგადად არსებულ ადამიანს, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა გემეტებოდეს ტანჯვისათვის. არც ერთი არსება არ უნდა გემეტებოდეს ტანჯვისათვის. და ისიც რომ ვიღაცამ ცუდად მოგვექცა, პირველი შეიძლება ვთქვათ, რომ ნეგატიური კარმა მოგვიბრუნდა, მეორე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ადამიანის დაბინდულობებში იმყოფება, რომელიც ვთქვათ, ის არის ბუდა, თორემ არ მოგვაყენებდა ტკივილს. ამიტომ ის რომ ვთქვათ, უნდა ვუსურვოთ, რომ ის იყოს ბუდა, და თუ ის გახდება ბუდა, მაშინ აღარ მოგვაყენებს ტკივილს. მაგრამ თუ
თუ ის დაიბადება, ასე ვთქვათ, ქვედა სამყაროებში, ან მიუბრუნდება კარმა და ამით კიდევ უფრო გაუარესდება მის მდგომარეობა, ოდესაც კიდევ შევხვდებით და ისევ ის, ასე ვთქვათ, მოგვაყენებს ტკივილს. ერთადერთი შანსი, რომ მან ტკივილი არ მოგვაყენოს, არის ის, რომ ის გახდეს გასხივოსნები. ამიტომ, ასე ვთქვათ, საჭიროა, რომ ყველა არსებას უსურვოთ გასხივოსნება, რაც შეიძლება ჩქარი. მადლობა. ანუ ისე აღვიქვი ახლა თითქოს გამომდის, რომ აი მინდა სამაგეროს გადაღდაყოთ თითქოს მე არა, ანუ განაჩემიდან მოდიოდეს, ანუ მინდა რომ მასაკრეს და თან დაგინახო მე ესეთი მით გამომდის. ეთქინოს რეალურად იმარსებობს, ხო? კი, და თან თითქოს მე არ ვიყო დამნაშავე, ანუ უფრო ცუდად ვიქცევი რეალობაში, თუ ამას გავაჟღერებ, რომ დავფიქრდეთ. ასე რაც შეეხება მეორე კითხვას, შევანახე რა შემდგომარეობაზე თითქოს რაღაცნაირად შიხში შევედი თითქოს გამოსავალსაც ხედავ და გავაანალიზოთ. ნახე, ადამიანად დაბადება, ხო, გაიჟღერა დღესაც ახსენეთ თქვენ, რომ ადამიანად დაბადება არის ტკივილი. თან მეორე კუთხით რომ შევხედოთ, ხო, ერთგვარად ძვირფასიც არის, ხო, ამდენ არსებებში ასეთი ძალიან მცირე შანსია და თან ვიბადებით ადამიანად. და საერთო ჯამში როგორ ვაფასებთ, ჩვენ რომ ადამიანად დავიბადეთ, ეს კარგია თუ ცუდია? აი კარგია. კი, გავიგე ეგ შეგეთქვა. კარგი არის რატომ? კარგი არის იმიტომ, რომ შემდეგში აღარ მოგვიწიოს ადამიანად დაბადება. ანუ ადამიანად დაბადების დროს შეგიძლია რომ შეიძინო დარმის გამოცდილება, გაათავისუფლო შენი თავი კარმისგან და აღარ დაიბადო. ამიტომ არის ადამიანად დაბადება კარგი. თორე სხვა მხრივ, ასე ვთქვათ, ჯობია საერთოდ არ დაიბადო, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საერთოდ არ გექნება არანაირი პრობლემა. ხო, თუ დაიბადები, მაშინ პრობლემები გარდაუვალი არის. რაც არ უნდა კარგი კარმა გქონდეს, პრობლემები არის გარდაუვალი, ტკივილი არის გარდაუვალი, ავადმყოფობა და სიბერე და გარდაცვალება არის გარდაუვალი. გარდაუვალია, რომ ყველაფერი ისე არ მოხდება, როგორც შენ გინდა და გარდაუვალია ის, რომ ისე მოხდება რაღაცები, როგორც შენ არ გინდა და არ გაწყობს. ხო, ეს ტკივილი არის გარდაუვალი. ამიტომ, ასე ვთქვათ, ჯობია საერთოდ არ დაიბადო, მაგრამ თუ სადღაც გიდევს დაბადება, მაშინ ჯობია რომ დაიბადო ადამიანად და დაიბადო 16 თავისუფლებით და უპირატესობით, რომელიც პირველ გაკვეთილზე ვისაუბრეთ. იმისათვის, რომ თავისუფლება აქაც გახსნილია, როგორც თავისუფალი ხარ იმისათვის, რომ შეხვდე ისეთ სწავლებას და აპრაქტიკო, რომელიც სამსარიდან გაგიყვანს. თუ სამსარიდან არ გაგიყვანს, ხო, როგორც მილარებმა უთხრა მას ბუჩერს, რომ მე რო გიყურებო შენო ხო, შენ ცხოვრებას ადამიანური ძვირფასული დაბადება არ აქვს, ხო. პირიქით, ცუდ რაღაცაში იყენებო, ხო, ეს კარგი ხდება, ძვირფასი ხდება თუ იყენებ გათავისუფლებისთვის, არა მარტო საკუთარი თავის, არამედ სხვა არსებებისთვის. მაგრამ ეს ძალიან რთულია ეს გესმის, ძალიან რთული არსება, მე ვფიქრობ საკუთარი თავის გათავისუფლებაზე სამსარიდან და ეგ მომდის. ეს ჯერ ეგ ძალიან რთულია. მეორე არის რთული, რომ სხვა არსებების გათავისუფლებას მომდის. ზოგს ერქინიცენება ხუმრობს ხოლმე, რომ სტატუსი იდეას მოგცემთო. დაიწერეთ სხეულზე, რომ დაე მთელი სამსარა დაცარიელდეს. სანამ შენი გულიდან მაგას არ იტყვი, რომ ნეტამ დაე მთელი სამსარა დაცარიელდეს. ხამდე არ გესმის დანდრის ბუნება რა ძლიერია პირველი ჭეშმარიტება, 4 კეთილშობილი ჭეშმარიტება. და არც გათავისუფლების წყურვილი არ მოდის, ხო, ასე იგი ჯერ ვერ დაიჭანთ კარგად, რომ ასე ვთქვათ, მოგბეზრებოდა, ხო. So, like this. მადლობა. ნატია. თუ გვაქვს დრო, მადლობა შიო, საინტერესოა როგორც ყოველთვის. აი, ერთი ის მაწუხებს ხშირად აი ახლა მოკვლაზე. აი, მაგრო გიწევს მაგალითად ჭიანჭველები თუ არ მოუკალი, როცა სამზარეულო ხდება სავსე ჭიანჭველებით.
მაშინ რაღაცა სულ იქნებიან ეს ჭიანჭველები და ვეღარ ვიცხოვრებ თქვათ იქ. ან რაღაც უნდა გავაქრო ეს ჭიანჭველების საბადო, ან მაგალითად ლოგოკინები რო ჭამენ ყვავილებს ჩემს ასე, ხო? აი სადღაც უნდა გადავაგდო, რომელიც მაინც ბრუნდებიან. აი ესე დროს რაღაც კრეატივი უნდა ჩართოთ და მოვიფიქროთ გზა როგორ არ ვიცი ვერ მოვიფიქრე და უყავ ჭიანჭველებს. ChatGPT-ს კითხე. შეიძლება იმას გქონდეს. აუ რაღაც ეგ მოიწოქებ ამ ბოლო დროს. თუმცა ეგ შეიძლება მარტივია ყოველთვის. და მეორე რაღაც ხშირად შეიძლება მეც მითქვია და ჩემს სირგულევაც არის რომ აი რაღაც როქზე ძალიან ტანჯვაში როცა ხარ რაღაცა რატო მემართება რა დავაშავე ხო ხშირად ამბობ ხო ესეთ რაღაცას. ესეც გამოდის რომ ცუდ კარმას აგროვებ არა ესეთი. ცუდი კარმა გიბრუნდება. ამიტომ ნათქვამია სწავლებებში რომ როცა თავს ცუდად გზნობ ცუდ კარმას წვალ და გიხაროდეს. და როცა თავს კარგად გზნობ ეს არის წყალობები და დამსახურებები, წყალობები რომელიც ბუდებისგან და ბოდისათვებისგან, შენი გურუსგან მიიღება, ხო, ტრადიციაში ეს ამბობენ. წყალობები რომელიც მოგივიდა მაღალი ძალებიდან. როცა განსაცდელებს, ფიქრობ რომ ხო. მაჩვენებს მაგალითად ბუდას აქესთი რაღაც, ნათქვამი, ერთ სუტრაში თუ დილით გეღვიძება ხშირად იმ განწყობით რომ გარინდებული და ნეგატიურად ხო დეპრესიაში ესო არისო მაგალითად სექსუალური კარმაო წინა ცხოვრებაში დაგროვებული. ასე რომ ბევრი რაღაც შეიძლება იყოს რომ ახლა ჩვენ ვერ ხედავდეთ ესე, მაგრამ ასე თქვათ ძველხნიან პერსპექტივაში აი გასხივოსნებული თვალით ჩანდეს თვალით ვინც ხედავს კარმას. საინტერესო. დიაგნოზებიც არსებობენ. ოკეი, მოდი დავასრულოთ. ნანელა ჩვენი შეხვედრა. ბოლოსკენ იმას ვიტყვი რომ არ დაიკარგოთ. გაიაზრეთ ეს რაღაცები, ირაკლის აქვს ხოლმე ისევ, ასე ვთქვათ, ეს კვირაობის მედიტაციები და შეუერთდით. ასევე მე მაქვს შაბათობა თბილისში, თუ ხართ შეგიძლიათ ხუთშაბათს არის ხოლმე ჩემთან მედიტაციაში და ასევე დარმას სკოლა არის ონლაინ, შეგიძლიათ შეისწავლოთ დარმა. და ასევე დღეს საღამოს საქართველოს 10 საათზე ლამალინა ატარებს პირდაპირ მითითებების პირდაპირ მითითებების ინსტრუქციას, ასე ვთქვათ, გადასცემს ზოგჩენის საწყისი მედიტაციას, ვთქვათ. და მოგეთ be aware, okay? Yeah. So let's dedicate some merit. ყველა დადებითი ენერგიით, რომელიც დავაგროვეთ დღეს და ყველა სხვა წინა შეხვედრებზე. აი ყველა არსება მიღწევს სრულყოფილ და უზადო გასყიდვას.